ციტრუსის რეალიზაცია იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის დღევანდელი პრესკონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა. ჩალვა ფიფიას თქმით, შტორმის შედეგად შეფერხებული ექსპორტის პროცესი განახლდა. ექსპორტირებულია 23,000 ტონა ციტრუსი, სახელმწიფომ სუბსიდიის სახით 13,800,000 ლარი გამოყო. მინისტრმა უწყების მიერ 2013 წელს შესრულებული სამუშაოებით შეაჯამა. ინტენსიურად მუშაობით სხვადასხვა ტექიის გამო იყო პრობლემა, რომ დაახლოებით 5 წლის განმავლობაში რეიზი იდგა გემებით და ბორანი და ვერ მოახერხა პორტში შემოსვლა. პარასკევ შემოვიდა პირველი ბორანი, რომელიც დაიწვა დაახლოებით 2000 ტონა. გუშინ წინ მეთვის უნდა დავასწარი მეორე ბორანის შემოსვლას, რომელიც დაახლოებით იგივე რაოდენობა დაიწვისა და ეს გავიდა. დღეების გამორევით არის დაახლოებით 23,000 ტონა ექსპორტირებული, რაც თითქმის ორჯერ მეტია, რაც იყო შარშან ამ დროს. ეს წელს მოხდა უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღება და 13,800,000 ლარით მოხდება სუბსიდირება როგორც სტანდარტული, ასევე არასტანდარტული ციტრუსის. 36 პავილიონი მუშაობს, რაც ორჯერ მეტია ვიდრე შარშან არსებობდა. სრულად მოიხსნა ყუთების პრობლემა, იცით რომ იყო ეს პრობლემა და დღეების გამორევით ყველანაირი ტიპის თანამედროვე ევროსტანდარტის ყუთი იწარმოება ექსპორტისთვის. წელს ორივე კულტურის თვალსაზრისით, ანუ როგორც ყურძნის, ასევე ციტრუსების თვალსაზრისით ძალიან დიდი მოსავალი მოვიდა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახერხებს იმას, რომ მაქსიმალურად გვერდში დაუდგეს როგორც გლეხებს, ასევე ფერმერებს. ძალიან საინტერესო შედეგებია ამ თვალსაზრისით და ამას ძალიან კარგად ხედავს და დაინახავს საზოგადოება თუ რა გააკეთა სოფლის მეურნეობის სამინისტრო.